მოგესალმებით. დღეს მინდა სრულიად განვიხილოთ მე და ქალბატონმა მარიამმა ელექტრომობილები. თუ რამ მდგომარეობაშია მისი გაყიდვები. ქალბატონო მარიამ, როგორი ავტომობილია? მოგესალმებით. მოგესალმებით. მოგწონს? ეს ჩემი საყვარელი და საუკეთესო ავტომობილია. დიდი შრომა ჭირდება. ვიცი და ვშრომობთ. წამოგზავნით. თუ იშრომებ, ხო იცი რომ გეყოლება. აუცილებლად. დაუკეთოთ, წავედით. და დღეს გავაგებიოთ ადამიანებს თუ რატომ უნდა შეიძინონ ავტომობილი ელექტრო და რატომ უნდა გადმოვიდნენ საწვავზე მომუშავე ავტომობილებიდან ელექტროზე. შენ როგორ ფიქრობ, მოვიდა ელექტრომობილების დრო? ჩვენი გაყიდვებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ უკვე მოვიდა და აფეთქება მოხდა ჩვენს კომპანიაში ამ კუთხით. მოკლედ ელექტრომობილების დრო მოდის და ელექტრომობილები განვიხილოთ. წავედით. მობრძანდით. დაბრძანდით ქალბატონო მარიამ. მადლობა. მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მოგესალმებით თქვენ კიდევ ერთხელ. პირველი კითხვა. თქვენ გასულ წელს თქვით, რომ ელექტრომობილების დრო არ არის ეხლა, მაგრამ იქნება ხვალ. რა სიტყვით? დადგა უკვე ეს დრო? ქალბატონო მარიამ, თელმა საქართველომ და ნახევარმა მსოფლიომ იცის, რომ ჩემი ბიზნესი იყო, არის და იქნება ჩემს ბოლო დღემდე ავტომობილი. და ზუსტად ვიცი რა არის როდის საჭირო. მე შარშან ვამბობდი, რომ სოფლიო გამოფენაზე როცა ვიყავი, მაშინ ვთქვი, რომ ელექტრომობილების დრო მოდის. ელექტრომობილების დრო უკვე მოვიდა. იმდენად კარგი ხარისხის ავტომობილს უშვებენ, რომ უკეთესი არ შეიძლება. წარმოიდგინე, თუ რამე საჭიროა ავტომობილს ყველაფერი აქვს. წარმოიდგინე, ახლა გეჩქარება ავტომობილს გააჩერებ ქუჩაში, შენ მირბიხარ, ავტომობილი თვითონ ეძებს პარკინგს რო ეძახი და რო ჩამოხვალ დახვდება ავტომობილი პარკინგზე, რომელიც დღეს ჩვენ აქ გვყავს, ხო? ეს არის BYD Song Plus 25 წლის მოდელი. საუკეთესო ავტომობილი. ნებისმიერ ავტომობილს ამას ვერ შეადარებ. ეს არის ავტომობილი, რომელიც 610 კილომეტრს გადის და ჩვენ მაგას 100% გარანტიას ვაძლევთ. მოვიდა ელექტრომობილების დრო და მე მინდა ვთხოვო ვისაც ვიცნობ, გადმოჯდეს ელექტრომობილებზე, რომ ისიამოვნოს. კი, თქვენ მოიყვანეთ ეს დრო სიმართლე რო გითხრათ, საქართველოში დიდი წვლილი მიგიწვით. შემდეგი კითხვა. აი მაგალითად, მე როგორც მომხმარებელმა შევიძინა ელექტრომობილი და იმ შემთხვევაში თუ რაიმე პრობლემა შემექმნა, გამოსავალი რაში მდგომარეობს? მარიამ, ახლა როგორ არის? თავარი მაინც არის სერვისი. არა აქვს მნიშვნელობა ეს ელექტრო იქნება თუ საწვავზე მომუშავე ავტომობილი, აუცილებლად სერვისი უნდა კონდეს. თუ სერვისი არ აქვს, იქ მანქანა ავტომობილი არ უნდა შეიძინო. როგორ შეიძლება 30,000 დოლარიანი ავტომობილი შეიძინო სადღაც ბინების ქვეშ და მე მიაკითხავ და მეორე დღეს ვერ ნახავ, არ არის. ეს არის გარანტიის გარეშე. დღეს რო იძახიან 20-22 წლის ბიჭები, რომ ჩემთან მოდი შეიძინე და მე მესამე დღეს მიხვალ და არავინ არ დაგვხვდება, აი ეს ძალიან ცუდია. ამან გაუფუჭა ელექტრომობილებს სახელი, თორე ელექტრომობილები ძალიან კარგია. ვინც ელექტრომობილს ყიდის და გეტყვის, გარანტიას გაძლევ, მაგრამ ჩხოროწყუში მაქვს პროფილაქტიკა, აი იქ მან ავტომობილი რომც გაჩქონ არ უნდა გამოართო. სადაც ავტომობილს ყიდი, აიყურე ვის აძლევენ წარმომადგენლობას. აძლევენ იმას, ვისაც აქვს პირველი სერვისი, უმაღლეს დონეზე გაკეთებული სერვისი და შოურუმი. სადაც დიდი ასოებით აწერია იმ ავტომობილის ბრენდი. დღეს გაიხედავ და ყველა ბინების ქვეშ ყიდიან ავტომობილს, ესე არ გამოვა. ადამიანი ტყუდებიან. აი თქვათ რაღაცა 500-1000 დოლარის
სხვაობის გამო ზოგიერთი ადამიანი მიდის და ბინების ქვეშ ყიდულობს ავტომობილს და მერე თავში ირტყამს ხელს, ეს ავტომობილია. ამას რეალურად გარანტია უნდა. ადამიანი როცა გეუნება წად იქ-ამაკ პროფილაქტიკა რო ეტყვი კაცო მაჩვენე დაბა ხვალ რო დამჭირდეს იქ-ამაკ, იქ არ უნდა იყიდო. თუ იმის ჭკუა გაქვს რომ 20, 25, 30000 დოლარი შეიძინო, იმის ჭკუაც უნდა კონდეს რომ ავტომობილი უნდა შეიძინო ცენტრში. სადაც პატრონი ყავს. სადაც ჩვენ ჩამოვიყვანეთ ჩინეთიდან წარმომადგენელი, რომელიც 100%-ით პასუხისმგებელია. ერთი ავტომობილი არ აქვს ამდენი წელია ხო ყიდით. ერთი ავტომობილი არ აქვს ან მომხმარებელი ან ჩვენ თვითონ რომელიც გაფუშტა და რო ვერ გავაკეთეთ. ერთიც არ არის. მადლობთ. კი ბატონო. ეხლა მთავარი კითხვა. ვინ არიან ძირითადად თქვენი კონკურენტები და გიწევენ თუ არა ისინი ჯანსაღ კონკურენციას? უყურე, თუ ბიზნესში ხარ, თუ ბიზნესი გესმის და თუ ბიზნესი გიყვარს, კონკურენტი უნდა ყავდეს. მაგრამ ისეთი კონკურენტი არ უნდა ყავდეს, ბიძა თანამდებობის პირი ყავს და რამენაირად უნდა ის გავაჩეროთ, იმიტომ რომ მე ვერ ვყიდი მანქანას. შენ იმიტომ ვერ ყიდი მანქანას, რომ გუშინ ყიდიდი ლიფჩიქს. დღეს ყიდი ავტომობილს. ესე არ არის. ავტომობილს როცა ყიდი, ის ავტომობილი უნდა იცოდეს. უყურე როგორ არის. ჯანსაღ კონკურენციას არაფერი არ ჯობია. რატომ? ხარისხი იზრდება მისი. მაგრამ კაცო, შენ ეს შენი ბიზნესი არ არის. შენი საქმე არ არის. როცა შენი საქმე არ არის, ხელი არ მოკიდო. გელა ბარკალაიას არ შეეძლო რომ სამშენებლო ბიზნესი დაეწყო? ან მითხარი რომელი ბიზნესი გინდა დავიწყო და რომ არავამუშაო ან არ უხელმძღვანელო. მაგრამ სხვა ბიზნესი არასდროს არ გამიკეთებია. მთელი ჩემი ცხოვრება ავტომობილის ზეთი, საბურავი და მასთან დაახლოებული ისინი ბრენდები რა, ვთქვათ, ავტომობილთან დაახლოებული რაღაც აქსესუარები და ასე შემდეგ. სხვა ბიზნესი არასდროს არ გამიკეთებია ავტომობილების გარდა არც ვაპირებ და კონკურენტი მათემოტორს რო არ აყავს შენც ისი და მთელმა საქართველო, მაგრამ მაინც ჩასაფრებულები არიან ჩვენ გვესმის. მაგრამ მგონია რომ ჩასაფრება არ ვარგა. იმიტომ რომ არაკაცური საქციელია, უღირსი საქციელია, პირდაპირ ჯობია კარგი ავტომობილი მოიყვანო და გაყიდო იაფად და ის მომხმარებელი შენთან მოვა, ჩემთან არ მოვა. ჩემთან რატომ მოდის? იმიტომ მოდის რომ ჩვენ გან ავტომობილი ვინც იყიდა, ჩვენ თან გადავყვებით. და მეორეს ეუნება, მესამეს ეუნება და ეს არის ბიზნესი. მადლობთ. ქუთაისში პირველად ქართულ ისტორიაში გახსენით ავტო შოურუმი და რას ფიქრობთ, რამდენად გაამართლა ამ წამოწყებამ ამ მოკლე პერიოდში, როგორ შეაფასებდით? უყურეთ როგორ არის. არის რომ ადამიანები ყიდულობდნენ თბილისში ავტომობილს. მაგრამ ხო იცი, ზოგჯერ უჭირთ ჩამოსვლა და ვიფიქრე რომ ეს აუცილებელი იყო ქუთაისში გამეხსნა და დაჩქარებული წესით. აი ამ მოკლე დროის განმავლობაში ისტორიაში არასდროს ქუთაისში არ ყოფილა ავტოსალონი და დღეს ევრო 5-ის სტანდარტებით გაკეთებული ავტოსალონია ქუთაისში და ამისთვის სტიმული კიდევ ქუთაისელებმა და იმერლებმა მომცა, რისთვისაც მთელ იმერეთს დიდ მადლობას ვუხდი. ნამდვილად მადლობა იმერეთს. ძალიან თბილად მიგვიღეს. რამდენად კვალიფიციურები არიან თქვენი გაყიდვების მენეჯერები ელექტრომობილების კუთხით? აი უყურე როგორ არის მარიამ. ეს ელექტრომობილი მარტივი არ არის. აი ვთქვათ, იყიდე და კარგად იყავი, რაც გინდა ისქენი, ესე არ არის. ჩვენ ვყავს, აი უყურე როგორ არის. ჩვენ ვყავს ადამიანები, რომლებიც გვისმენენ. მერე ამათ ვასწავლით. ისინიც ჩამოდიან, პრაქტიკას გადიან და ადამიანს უნდა აუხსნა თუ რა აქვს ამ ავტომობილს. აი ჩვენ რომ ჩვენებურად, ქუჩურად რო ვთქვათ, ნავაროტკებს რო ვეძახით. აი ავტომობილს იმდენი რამე აქვს, მე მაგალითად
3 დღე მინდა გავერკვიო ერთ ავტომობილს იმდენი რამე აქვს, ფუნქციები. და ჩემი გოგო ბიჭები ამას ყველაფერს უხსნიან მომხმარებელს და ჯერ არ ვყოლია ისეთი, არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ვინმე უკმაყოფილო იყოს ელექტრო და თუნდა ნებისმიერი სხვა საწვავის ავტომობილებით. დიდი მადლობა. მადლობა, ნამდვილად ძლიერი გუნდი გყავს და მადლობა მათ. როგორ ფიქრობთ, რადგან ელექტრომობილების გაყიდვა ბაზარზე საგრძნობლად გაიზარდა, საწვავის დისტრიბუტორები ცოტა ხომ არ განაწყენდნენ? უყურე როგორ არის? უნდა შეეგუონ. იმიტომ რომ რაც არ უნდა მოხდეს დედამიწის ზურგზე, აი ეს იმდენად მძლავრად წამოვიდა ელექტრომობილები და ხალხმა გაუგო გემო, რომ ეს არ შენელდება პირიქით. უფრო გაფართოვდება და ახლა როგორ არის იცით? საწვავზე მომუშავე ავტომობილების მეპატრონეები კი არა, თვითონ იმის საწვავის მეპატრონეები, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო იქნებიან, მაგრამ თავარია, კიდევ ვამბობ, ჯანსაღი კონკურენცია და საქართველოში იყოს ავტომობილები ელექტრო, იმიტომ რომ იმდენად ცუდია გამონაბოლქვი ჰაერის მიმართულებით, რომ ეს აუცილებელია და ამას კიდევ მეტი სახელმწიფოდან უნდა ხელი შეწყობა. მე რო ვიყო მაგალითად ხო სახელმწიფო 100-ჯერ უფრო მეტს შეუწყობდი ხელს, ვინც ელექტრომობილების ბიზნესს განავითარებს. ეს შვედეთში და მთელ ევროპაში და მთელ მსოფლიოში ესეა, რომ ყოველ დღე იზრდება ავტომობილების გაყიდვები და ხარისხიც. რაც იყო გუშინ, ის დღეს არ არის. მადლობთ. მადლობა. და ბოლოს, რას ეტყოდით თქვენს ერთგულ მაყურებლებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან უყვარხართ და ამას გრძნობთ ყოველთვის, როცა გადიხართ თუნდაც გარეთ ან სადმე. მე პირველ რიგში, აი, კაცურა, მე იცი შენც და მთელმა საქართველომ, რომ არასდროს არავისი პათხალივი არ ყოფილა და არც ვიქნები. მე რო პათხალივი ყოფილიყავი 700-ჯერ შემომთავაზეს დეპუტატობა. მაგრამ ის კაცი არ ვარ, ესეთი კაცი არ ვარ. მე ვარ კაცი, რომელიც რასაც შეგვირდები ყველაფერს გავაკეთებ. თუ შენ გიყვარს ხალხი, ხალხი შეგიყვარებს შენ. ყველა დიდი და პატარა უნდა ფიქრობდეთ ხალხზე, მოსახლეობაზე და ზოგიერთი იტყვის ისა მაგინეებს არ უყვარვარ, არასდროს მოსახლეობა, მასა არ შეგიყვარებს თუ შენ არ გიყვარს ის. ნამდვილად. აქედან გამომდინარე ეს ისტორიულადაც ესე იყო. თავარი თანამდებობა არ არის. ეს კამი თავარი არ არის. ეს კამი ხო ხედავ როგორ იცვლება. ძალიან ჩქარად იცვლება ეს კამები და მე ხო ხედავ სად არიან, როგორ არიან და რა დღეში არიან. ამიტომ არასდროს სახელმწიფო სამსახურში არ წავედი. შენ როგორ ფიქრობ? მე არ დამიძახებდნენ გუშინ წინ, იმის წინ, გუშინაც და დღესაც, მაგრამ არა, ჩემი საქმე არის ბიზნესი და ბიზნეს ვაკეთებ და თან ავტოსფეროს ბიზნეს ვაკეთებ. გააქვს მეტი შეკითხვა? არა. კითხვები დავამთავრე, უბრალოდ მე გეტყოდით იმას, რომ მე ძალიან მინდა რომ თქვენ იყოთ ამ სფეროში და მოხვიდეთ და ეს ჩემი პირადი აზრია და არა მარტო ჩემი. მარიამ, რატო ვთქვი რომ არა? კი, მადლობა. მე რატო გითხარი შენ რომ არავისი ხალხმა არ იფიქროს მოსახლეობამ რომ მე ვიღაცას არასდროს არ ვეპათხალიმები არავის. მაგრამ მე გელა ბარკალაია. იმდენად მადლიერი ვარ პატრულის თანამშრომლების. საქართველოს პატრული რო ყავს, ესეთი მთელ მსოფლიოში არსად არ ყავს. ახლა ზოგიერთები განაწყენებული არიან, მაგრამ ისეთი რამ არ უნდა გააკეთო, რომ მე უკმაყოფილო იყო პატრულის თანამშრომლის. აი მაგალითად მე და შენ ვიყავით ბაღდადში. აი ბაღდადის პოლიციაზე, პატრულზე რა უნდა ვთქვა? აი ხო ხედავდი როგორ მოგვექცნენ. იმიტომ კი არა რომ გელაბარკალაია ვარ. სტუმრები ხო ყავდა და რაღაცა ელემენტარული დავარღვიეთ, ხო? და უთხარით რომ არ შეგვარცხიდო სტუმრები ყავსკო და გამოგვაცილეს. აი ეს რა არის? ეს დაუწერელი კანონია, მაგრამ იმ პატრულის თანამშრომლებს არაფერი არ დაურღვევიათ. აი მოიცნენ
კაცურად და ქართულად. იგივე არ იყო ბაკურიანში, იგივე არ იყო ბორჯომში, იგივე არ იყო ბათუმში, იგივე არ იყო ქუთაისში, იგივე არ არის თბილისში. ერთ დღეს გეტყვი, კიდევ ჩინეთიდან და მთელი დელეგაცია მყავდა და გზები იყო გადაკეტილი და არ გვიშვებდნენ. და თხოვე რომ აი აგერ მივდივართ მეთქი რა რესტორანში და კრუგის მოვლა ძალიან ძნელი იქნება მეთქი. და ავტომობილი, პატრულის ავტომობილი გაწია და გითხრა კი ბატონო მიბრძანდით. და სტუმრებმა იცის რა თქვეს. აი ესეთი არ არსებობსო დედამიწის ზურგზე რომ აი ესე პოლიცია მოიქცეს და ესე პატრული მოიქცესო და მე მინდა მთელ საქართველოს ტერიტორიაზე ყველა პატრულის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადო. რაც შეეხება ახლა მარი მოდი მაინც რადგან ელექტრო დამთავრე ხო? რადგან ელექტრომობილებზეა საუბარი, მოდი ორი ელექტრომობილი მე და შენ ერთად გავაცნოთ. მოდი. თითო ერთი წუთში უნდა ჩავეტიოთ. მე მინდა მოიწიეთ, მე მინდა მთელ საქართველოს მოსახლეობას უთხრა, რომ შვილებს ასწავლეთ ბიზნესი. ბიზნესზე უკეთესი არაფერი არ არის. ქალბატონო მარი, უყურეთ აგერ აწერია, გაყიდვების სუპერ ვარსკვლავი. აი ეს წიგნი, რო ახალგაზრდამ შეისწავლოს თავიდან ბოლომდე და ჩემნაირ კომპანიაში მივიდეს და პრაქტიკა გაიაროს, მას არ ჭირდება სხვა სახელმწიფო სამსახური. თვითონ ის ბიზნესს გააკეთებს და როცა ბიზნესს აკეთებ, უფროსი არასდროს არ ყავს. მე ყველას ურჩევ, რომ ახალგაზრდებმა მიმართულება დაჩქარებული წესით აიღონ ბიზნესისკენ. თქვენ რომ მოგვიტანეთ ეს წიგნები თანამშრომლებს დაგვირიგეთ და მოგვიწოდეთ იმისგან რომ უფრო განვითარდეთ, ესეც ხალხმა უნდა იცოდეს. მე ყველას მოუწოდებ, ყველა ახალგაზრდას ვჩუქნი ხო ხედავ ამ წიგნებს. მე დიდი რაოდენობით ვყიდულობ ამ წიგნებს და ამას ვჩუქნი ახალგაზრდებს, იმიტომ რომ აი ეს უნდა ისწავლოს ახალგაზრდებმა და ბიზნესისკენ მიდრეკლება უკეთესია, ვიდრე ძალოვან სტრუქტურებში ან სხვადასხვა არა, ისიც საჭიროა, მაგრამ ბიზნესი. მოდი, აი ეს რა ავტომობილია. აი შეხედეთ. 25 წლის მოდელი. თქვენ წარმოიდგინეთ. აი ნახეთ, აქ ნახეთ რა წერია. აი 25 წლის მოდელი. თქვენ წარმოიდგინეთ, აი შეხედეთ რა ავტომობილია. ამას რო არა, ისეთი არაფერი არ არის, ხომ არის? მომავლის მანქანა. დაბრძანდით? ვეძახი, მე პირადად ამას. აი შეხედეთ. შეიძლება დაიკარგო. აი შეხედეთ რა ავტომობილია. აი ეს არის ის ავტომობილი, პირდაპირ ქუჩაში დააყენებ, შენ წახვალ სამსახურში აირბენ და ავტომობილი თავისით დადგება პარკინგზე, ხო? მიდი აბა და მაჩვენე სხვა რომელი ავტომობილია. ეს BYD ძალიან მაგარი ავტომობილია და ფასიც რა აქვს. ეს ევროპაში 120,000 ევრო ღირს, ევრო. და საქართველოში აი მოდით გიო აჩვენეთ, შეხედეთ, აი რა ავტომობილია. აი მთლიანად ჭერი, რას ეძახით პანორამა, ხო? აი შეხედეთ, მარი. უყურეთ, აი შეხედეთ. 25 წლის მოდელი. 6, 7, 8, 10 კამერა აქვს, არ ვიცი, აი. და ამ ავტომობილს რამდენად გავყიდით ჩვენ? აი შეხედეთ რა ფერია. ამ ავტომობილს ჩვენ გავყიდით 31,500 დოლარის ეკვივალენტ ლარში. და ეს ავტომობილი ძალიან მაგარი ავტომობილია. წამოუცებ, ეს არის BYD. აი კამერები და რა ვიცი, რა არა აქვს. მოდი ახლა ვნახოთ ეს ყავს ჩვენ ეს BYD და გვეყოლება დიდი რაოდენობით კიდევ და ვყიდით ყოველდღე თითოს მაინც აქ ამ ოფისში. აი ზიკერი. უყურეთ, ზიკერ 001 ხო? კი. მარიამ დაბრძანდით? აი მე რა სასწაულია. მომისმინე. სპაში გონია თავი. მომისმინე. გიო, ამ ავტომობილის ჩუქებას მარიამზე ვაპირებდი. დასასვენებლად ხო გავუშვით. მე რა აეროპორტში ხო დავხვდით და იმ დღეს დაბადების დღე ხო ქონდა.
ამ ავტომობილის ჩუქება მინდოდა, მაგრამ უცებ მე რო გათხოვდეს მეორე დღეს არ ავხნათ, ხო? მარიამი გჭირდება და დაგვტოვებს ისე, ხო? ამიტომ ცოტა ხანი არ გჩუქნით. კარგი. ცოტა ხანი სამსახურის მანქანად მოგცემთ. კარგი. აბა მარიამ, ხო ძალიან მაგარი ავტომობილია. აი, ულამაზესი ავტომობილია მართლა და და ეს კომფორტული. დათო ამ ავტომობილს რამდენად ყიდი? აი დათო არის გაყიდვების მენეჯერი მთლიანად აი ამ შოურუმში. აი ავტომობილს თქვენ ამ წუთას რამდენად ყიდით? მოგესალმებით ყველას პირველ რიგში. ეს არის Zikr 001 2025 წლის მოდელი, 2024 წელი ბირკაზე და ამ ავტომობილის ღირებულება არის $42,900 და გადის რამდენ კილომეტრს? 750 კილომეტრზე იტენება და რეალური გამავლობა 650-700 კილომეტრი. აი ახლა ამ Zikr-ით ჩვენ ჩახვალ ბათუმში და ჩამოხვალ ბათუმში ჩავალ, ზესტაფონამდე უკან ჩამოვალ. 100%. 100%-ით. ზესტაფონში კარგი რესტორანი ვიცი და ეს ავტომობილი ითვლება ძალიან კარგ ავტომობილად, ხო? დიახ, ძალიან კარგი ავტომობილი. დიდი მადლობა. მარიამ, ჩვენ ვაგრძელებთ ამ ავტომობილების რეალიზაციას, ხო? ჩვენ დიდი შემართებით. ამაზე ჩვენ ვმუშაობთ და მომავალშიც თუ რამე პრობლემა არ შეგვიქმნეს, მაშინ ჩვენ სუფთად, ლამაზად, კოხტად, ქართულად და კაცურად ვიმუშავებთ, ხო? ჩვენი ბიზნესი არის ავტომობილი და წამობრძანდით და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, გიო, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიდი რაოდენობით ელექტროავტომობილები შემოვიყვანოთ საქართველოში. რა სიტყვი? კმაყოფილი ხარ შენ გაყიდვებით? ძალიან კმაყოფილი ვარ, ჩვენი ბიჭები ყველაფერს აკეთებენ ამისთვის, ძალიან კარგი გუნდი გვყავს, მობრძანდით ჩვენთან, მაქსიმალურად მოგაწვდით ელექტრომობილებზე ინფორმაციას და დაგვხდებათ ძალიან კარგი მომსახურება და სერვისი. მე მინდა ყველა ჩვენ თანამშრომელს დიდი მადლობა გადაუხადო. აი წარმოიდგინე, აი ეს გოგო ბიჭები აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ პირველები ვიყოთ საქართველოში. ჩვენ არავის არ ვეჯიბრებით. უბრალოდ ხო არის, რომ აი გვინდა, რომ კარგი ავტომობილი კარგ ხალხს მივყიდოთ. გისურვებ წარმატებას. დიდი მადლობა. კარგი გოგო ხარ, რომ თავიდან ბოლომდე ჩაერთვე ამ საქმეში. უკვე პროფესიონალი ხარ და ხელმძღვანელობ ამ საქმეს და ეს შენ გამოგივიდა. მადლობა თქვენი დამსახურებით. დიდი მადლობა და დიდი მადლობა ყველა ჩვენ თანამშრომელს.